We receive as fresh evidence. მამაკაცი, რომელმაც თითქმის 4-10 წლეული გაატარა ბრიტანეთის ციხეში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ამბობს, რომ არც გაბრაზებულია და არც გულნათკენი. როგორც აღმოჩნდა, მას დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდება ახლად გამოქვეყნებული დნმ-ის მტკიცებულებების შედეგად გაუქმდა. პიტერ სალივანი ემოციებს ვერ იკავებდა, როდესაც ლონდონის სააპელაციო სასამართლომ მისი განაჩენის გაუქმება დაადასტურა. ადვოკატმა სარა მაიატმა სასამართლოს გარეთ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში სალივანი ერთადერთია, რომელმაც უკანონო განაჩენის საფუძველზე ამდენი წელი გაატარა ციხეში. პიტერმა მთხოვა მისი სახელი წამეკითხა ეს წერილი. 4-10 წლეულის წინ დამაპატიმრეს დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩამიდენია. ყველამ ვიცით, რამდენად განსხვავებულია ის დრო, რომელშიც ვცხოვრობთ. მეცნიერული მიღწევების, სამართლებრივი პრაქტიკის, პოლიციის მიერ გამოძიებისა და დაკითხვის მეთოდების გათვალისწინებით. რაც დამემართა არასწორი იყო. თუმცა უფრო დიდი საშინელება ის მკვლელობა იყო. მე არ ჩამიდენია დანაშაული და არც ვინმე მომიკლავს ჩემს ცხოვრებაში. ღმერთია მოწმე. ნათქვამია, რომ სიმართლე გაგათავისუფლებთ. არავინ ვიცით როდის, მაგრამ სიმართლე ყოველთვის იზეიმებს. ჩემ მიმართ უსამართლობაც გამოაშკარავდა. მე არ ვარ გაბრაზებული, არც განაწყენებული. უბრალოდ მოუთმელად ველი საყვარელ ადამიანებთან და ოჯახთან დაბრუნებას, რადგან მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო ის დრო, რაც დარჩა ამ ქვეყნად. სალივანი 1987 წელს ლივერპულთან ახლოს ბებინგტონში დაიან სინდალის მკვლელობისთვის გაასამართლეს. მან გისოსებს მიღმა 38 წელი გაატარა. როგორც პოლიცია ამბობს, 21 წლის ფლორის სინდალს, რომელიც 1986 წლის აგვისტოში გვიან ღამით სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდა, საწვავი გამოელია. თვითმხილველებმა იგი ბოლოს გზის პირას მიმავალი შენიშნეს. პიტერი 39 წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ ჩვენ არ გვემართება. ვერც ჩვენ გავიმარჯვეთ, ვერც პიტერმა და ვერც სინდალების ოჯახმა. მათ ქალიშვილი დაკარგეს, ისინი მას ვერ დაიბრუნებენ. პიტერი დავიბრუნეთ და ახლა უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან დავიწყოთ ცხოვრება. ჩვენ წუხვართ სინდალების გამო და დასანანია, რომ ეს ყველაფერი მოხდა. გამოძიება თავიდან დაიწყო. მერსისაიდის პოლიციამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დამნაშავის მოსაძებნად და დასაკავებლად.